შენ არ გჭირდება мотиваცია, შენ გჭირდება დისციპლინა. გეტყვის ყველა ვითომ მცოდნე და საბოლოოდ მიხვდები, რომ მაგარი სისულელე გითხრეს. იმიტომ რომ დისციპლინა არის მხოლოდ სასურველი შედეგის მიღწევის ინსტრუმენტი და სასურველი შედეგი იბადება მოტივიდან. მოტივი კი იბადებს რაიმე კეთების мотиваციას. მოტივი კი მოდის შენი დასახული მიზნიდან. როდესაც გაქვს საოცნებო მიზანი, რომლითაც მოტივირებული ხარ, ახლა კი დისციპლინა ხდება ამ მიღწევის ინსტრუმენტი. თუ შეხვალ YouTube-ზე და ნახავ მილიარდობით სამოტივაციო ვიდეოს, არც ერთი მათგანი არ იქნება დაკავშირებული შენს დასახულ მიზანთან. შედეგად კი ნების ყოფის ხარჯზე მაქსიმუმ 2 დღე გაკაჩავ ვითომ მოტივირებული. და რა თქმა უნდა, მე დაიკიდებ. ზუსტად ამ სისტემას ვიყენებ 4 წლის განმავლობაში. მაგალითად, 3 წლის მანძილზე მე ვპოსტავდი 1 ვიდეოს დღეში. ახლა კი ვპოსტავ 3 ვიდეოს დღეში. 3 ვიდეო დღეში არის ჩემი ყოველდღიური დისციპლინა. იმისთვის, რომ მიმაღწევინოს იმ შედეგს, რომელიც დავისახე. მაგრამ მე არ ვიღებ ვიდეოებს იმისთვის, რომ мотиваცია მოგცემ. თუ мотиваცია გეძლევა ჩემი ვიდეოებიდან, ეს მაქსიმუმ 2-3 საათით, მაქსიმუმ 3 დღე და მე ისევ დაბრუნდება ისევ როგორც არის. მე ვდებ ვიდეოებს იმისთვის, რომ მიგახვედრო თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამყიდველი კონტენტის შექმნა შენი წარმატებისთვის. დღეს გამყიდველი კონტენტის შექმნა ნებისმიერი ბიზნესისთვის არის ის დისციპლინა, რომელიც მიაღწევინებს ნებისმიერ მწვერვალს ცხოვრებაში. დაწერე კომენტარებში რა მიზანი გაქვს და როგორ ფიქრობ, რეგულარული გამყიდველი კონტენტის შექმნა როგორ დაგეხმარება ამ მიზნის ასრულებაში.